გამარჯობა, მე მზესუმზი რაანა ვარ, ვინც არ მიცნობთ. სასიამოვნოა. რამდენიმე დღის წინ ჩამოვედით მე და თორნიკე გურიაში. არ ვაპირებდი YouTube-ისთვის ვლოგის ჩაწერას. კატასტროფა ხდება სრული ეზოში. და რა თქმა უნდა, სახლშიც ნელ-ნელა დავიწყე დალაგება, მესამე დღე აქ ვარ და ცოტა აზრზე რომ მოვიდე სახლი, მეც აზრზე მოვედი და მეთქი, რატომაც არა, იმსახურებს ეს ტრიპი YouTube-ის vlogs. გავერთობი რა და იმედია თქვენს გაგართობთ. პირველივე ღამეს რო ჩამოვედით, თორნიკეს აუწიეს სიცხე. ჯერ ერთი თერმომეტრი არ ჰქონდა სახლში. წამლების არ ჰქონდა, ანუ იბუპროფენი მქონდა და მეთქი ოკეი, არ ვიცით სიცხე რამდენი იქ, მაგრამ დალია, იმიტომ რომ ხურდა ბიჭი რა. მეორე დღეს ძლივს რაღაცნაირად ძალები მოიკრება თორნიკამ და წავედით აფთიაქში, ანუ შორსაა რა. ოზურგეთში, ახლა ჩვენ ვართ ნატანებში. ხო და მოკლედ ვიყიდეთ წამლები, მე რაღაც წამლის ყიდვა დამავიწყდა და გუშინ ვიყავით მოკლედ. საშინელი გიჟური 3 დღე გქონდა, ახლა კიდე კაი უკეთ არის თორნიკა. ამ რამდენიმე დღეში აზრზე მოვა და აკაურობასაც მოიყვანს აზრზე, იმედია. თან საკმაოდ აქტიურად დავიწყეთ მე და თორნიკამ იმაზე ფიქრი, თუ როგორ შეიძლება მოვახერხოთ ისე, რომ მაქსიმალურად ხშირად ვიყოთ აქეთ და ნელ-ნელა დროთა განმავლობაში საერთოდ აქეთ გადმოვიდეთ საცხოვრებლად. უბრალოდ მაგისთვის საჭიროა ფინანსები და მაგ ფინანსებს უნდა გამომუშავება. სპონსორებო, ნახეთ რა კარგი მასალა. ნახეთ, ამ სახლს ძალიან ბევრი რამე ჭირდება, ამ ბაღსაც ძალიან ბევრი რამე ჭირდება. საღამოთი სტუმრად წავედით თორნიკეს ბიძასთან. ძალიან კი მინდოდა გადაღება, მაგრამ მომერიდა პირველად შევხვდი ბოლო ხალხს. ისე სიტყვაზე მენდეთ ძალიან მოვეწონე და კაი ტიპი ხარო ასე მითხრეს. დიახაც. ხო და ახლა უბრალოდ ამ ულამაზეს ხედს გაგიზიარებთ, დატკბით ამ ფერებით და ბუნების ხმებით. მაღაზიაში გავედით და იქიდან თორნიკეს ვთხოვეთ ძველი ნატანების სადგური დაგვეთვალიერებინა, მაგრამ ვინ გვაცადა? შენობის დათვალიერება მინდოდა უფრო დეტალურად და შესვლას რო ვაპირებდი, დამთხოვდნენ ძალიან დამშეული მასპინძლები. როგორ მოგწონთ აქაურობა? აუ რა გიჟებივით დაესივნენ. უამრავი ცუგა იყო ავტექით და ჩვენი პური ვაჭამეთ. მე ისევ შევბრუნდი მაღაზიაში, კიდე უფრო მეტი პური ვიყიდე. აბა კიდე მოვიდა საჭმელი. იქ თქვენ არიყავით, ხო? რამდენი ხარ? აი ამ ძაღლზე ავიძაღლი მე ცხოვრებაში არ მინახავს. ეს ჩაგრავს. შენ ნუ ჩაგრავ, ნახე რამდენია. რას აკეთებს? შემთავარი ხარ ძმაო? მერე უმცროსებს არ უნდა აჭამო? რატო გააგდე? როგორ შეიძლება ესე? გემრიელად მიირთვი. თქვენც. მერე სახლში დავბრუნდით, მაგრამ ისევ უკან გამოვბრუნდით მაღაზიაში ღამე, რადგან ანას მჟავე კიტრი მოუნდა. ჩვენი საყვარელი საქმიანობის ჭამის დრო მოვიდა და ახლა შეფ ანა გამზადებს თუ დაამზადებს მოამზადებს ძალიან რთულ კერძს, შემწვარ კვერცხს. თორნიკე, ისი ჩემზე უთქვამთ, რომ ძალიან გემრიელ კვერცხს ვამზადებ. მაგრამ გადაობა ისაა, რომ არც ერთ ადამიანთან ურთიერთობა არ მოგწონს, უბრალოდ არც ისეთ გემრიელ კვერცხს ვამზადებ. არა, მე მართლა ვფიქრობ, რომ საკმაოდ გემრიელად ვამზადებ კვერცხს. შენ თავს თუ არ შეაქებ, არავინ არ შეგაქებს. უბედნიერესი დილა გაუთენდა მზესუმზი რაანას. მზიანი ამინდი იყო, რაც იმას ნიშნავდა, რომ თორნიკე ძლივს შეძლებდა წყლის შემოყვანას სახლში. გავემზადეთ და წავედით ოზურგეთში საჭირო ნივთების საყიდლად. ამასობაში სანამ თქვენ ულამაზესი ხედებით ტკბებით და კი ამ ულამაზეს ხედში მეც მოვიაზრები. მინდა შეგახსენოთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი გამოწერა, იმიტომ რომ მე мотиваცია მჭირდება, ჩემი საწვავი არის ჩემი мотиваცია. როგორც ჩვენ ნარინჯისფერ პრინცესა პრიუსცეს სჭირდება საწვავი, ისე მე მჭირდება საწვავი და ეს საწვავი არის ჩემი ღმერთო, კაი, ძალიან აღარ ვიცანცარებ, უბრალოდ გამომიწერეთ. კაი, გამომიწერეთ და ლაიქეთ ეს ვიდეო და მე შევწყვეთ ამ ქრინჯობა ცანცარს. მადლობა. ოზურგეთიდან დავბრუნდით სოფელში, ნატანებში და ნატანებიდან გავეშურეთ ბათუმში, უფრო სწორად ბათუმის გარეუბანში.
ხეუბანში, თორნიკეს ბიძაშვილთან სტუმრად, სადაც შევხვდი ჩემს გამომწერებს. სპოილერი, იქაც არაფერი გადამიღია, იმიტომ რომ კი, იქაც მომერიდა. უბრალოდ ფოტოები გადავიღე ჩემს ორ უსოყვარლეს გამომწერთან. 13 წლის ბარბარესთან და 10 წლის ანეტასთან, რომლებმაც როცა მიცნეს, მეც მივხვდი რომ მიცნეს და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მოვიდნენ და მითხრეს ანა TikTok-იდან გიცანითო და ჩავეხუტეთ ერთმანეთს, გადავიღეთ ფოტოები, ბევრი ვილაპარაკეთ. საერთოდ არ მახსოვდნენ იქ უფროსები და იმათი სუფრა. Sorry, დიდებო, მე ძალიან კარგად გავერთე გოგოებთან ერთად. მოგესალმებით კიბეებიდან, მე გავამზადე სახატავად, ჩანთაში მაქვს გუაშები, ტილოები, ფუნჯები, მაქვს წყალი, ჩემთვის და ფუნჯებისთვის. არჩეული მაქვს ხედი, რომელსაც ვხატავ და ერთი სული მაქვს დავიწყო. წავედი. მოიცადეთ რა გეგონათ, თქვენ არ წაგიყვანდით? აი მიყვარს რა მზე რო არის, მე ვარ ბედნიერი. ეხლა ვხატავ, დავიწყე მონახაზი. პატარა ტილო მაქვს, სამწუხაროდ ძალიან ვინანე რო დიდი ტილო არ წამოვიღე და არ გავამზადე. მაგრამ არა უშავს. ესეც რაც იქნება, კარგი იქნება. დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ არ ვდარდობ, არ ვფიქრობ საერთოდ შედეგზე. ნამუშევრის. ეხლა ვგრძნობ, რომ ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი მომენტია. თორნიკის ბებია ბაბუის სახლში ვართ. კი აკლია სახლს ახლა რაც მიხედვა რა, ის პირობები რო იყოს, საცხოვრებლად კარგი პირობები რო იყოს, მაგრამ მაგასაც ვიზამთ აუცილებლად. რაღაცნაირად აღვადგენთ და გავაცოცხლებთ აქაურობას. მოკლედ უბედნიერესი ვარ რა, იმ რთული ერთი კვირის მერე. აი ესეთი მაგარი დღე. არ ვიცი რა. ძალიან მაგარი, აი ძალიან ბედნიერი ვარ. დავასრულე ხატვა. შეიძლება ტექნიკურად რაღაც შედევრი არ არის, მაგრამ მე ძალიან მომწონს და ძალიან მიყვარს. ემოციებს ვერმალავ რა თქმა უნდა დავმალო. უბედნიერესი ვარ. ძალიან მიყვარს ეს ნახატი. ძალიან და აქაურობას ძალიან შემიყვარდა. It's okay. ხატვისას შემთხვევით ეს ორი შედევრალური ვიდეო გადავიღე, რომელიც ძალიან ბევრს მოეწონა. აი რაღაცნაირად ლეგენდარო უფრაზებად დარჩება. პირველად ნახე ცოცხალი მხატვარი და მალადეც ციცა. ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ნახატია, რაც კი დამიხატავს ცხოვრებაში და მართლა ძალიან მაინტერესებს თქვენ რას ფიქრობთ. დამიწერეთ კომენტარებში. უკვე ერთი კვირის ჩასულები ვიყავით სოფელში, მაგრამ მე ჯერ არ მქონდა ნანახი მთლიანი ბაღი და ეზო. ხო და თორნიკემ ესეთი ექსკურსია ჩამიტარა და თქვენს გაჩვენებთ ჩვენს ძალიან მოუვლელ ბაღს, მაგრამ იმედი მაქვს დროთა განმავლობაში გალამაზდება აქაურობა. ეგ გააცელი? მე ცელი ვიცი ბავშვობაში რასაც ხედავდი ბანძუშკა. აი ეს მცენარე ხეზე რო არის შემოხვეული, ხო თითქოს ლამაზია, მაგრამ არა, ყველაზე საზღარი მცენარე არის სამყაროში. ეს კლავს რა. ტიპი არის გველი მცენარეების სამყაროში. ხა ცოტა რაღაცა სინდის რო არ შევაწუხებინე, მეც დავეხმარე თორნიკეს და 1-2 ხის ტოტი გადავათრიე 5 მეტრში. კვლავ ულამაზესი ხედი ამჯერად ჩვენი აივნიდან, თუმცა ეს არ არის ჩვენი აივნიდან ხედების პრაიმი. ბევრად ლამაზი ხედები არის ხოლმე, მაგრამ ესეც ძალიან კაია. ორშაბათს უკვე წამოსვლას ვაპირებდით, ამიტომ წინა დღეს სანაპიროზე და მუსიკოსთა პარკში გასეირნება გადავწყვიტეთ. ეს ლამაზი მიტოვებული ადგილი მანქანიდან შევნიშნე წინა დღეებში და თორნიკეს უბრალოდ არ ქონდა სხვა გზა. უნდა გაეჩერებინა და ფოტოები გადაიღო ჩემთვის. ძალიან მიყვარს ზღვა და სანაპირო, ოღონდ ყურება. ცურვა არ ვიცი.
რამდენჯერაც ვცადი არ გამომივიდა და მგონია რომ არასდროს არ გამომივა, მაგრამ ეს ძალიან ცუდი მაინდსეტი არის. მგონია რომ უნდა დავიჯერო ჩემი თავის და უნდა მჯეროდეს რომ ოდესღაც ვცდი ცურვას და არ ჩავიძირები, როგორც ყოველთვის. იმედია ამ ზაფხულს ეს მოხდება და მე ვისწავლი ცურვას. მე რეთორნიკემ ეს უცნაური ქვა თუ მინა თუ ვერ გავარკვიეთ რა იყო, მოკლედ ეს რაღაცა იპოვა და მე აღარაფერი გამაჩერებდა, დავიწყე საინტერესო ქვების და ნიჟარების ძებნა. კაი ბლომად შევაგროვე და გადავწყვიტე დავიწყო ლამაზი საინტერესო ქვების კოლექცია და რაც მაქვს მაგას TikTok-ზე გაჩვენებთ. და კიდევ ვფიქრობ ქვების და ნიჟარების მოხატვას და აქ უკვე თქვენი დახმარება მჭირდება, დამიწერეთ სად დავდო ვიდეო TikTok-ზე თუ YouTube-ზე. მებრივი წარმოშობის არ არის. მე მგონი ეს არის რაღაცა აი ჩვენს ეს კიბეები და რაღაცა ესეთ იმაში არის ხალხში. მე მოვედით მუსიკალურ პარკში, სადაც ყველგან ისმის მუსიკა და მე უბრალოდ ყველა ვიდეოში, რომელიც ამ პარკში გადავიღე, გავთიშე ხმა, იმიტომ რომ YouTube-ზე საკმაოდ მკაცრად არის დაცული საავტორო უფლებების პოლიტიკა. ამ პარკში მე ვიყავი პირველად და ძალიან მომეწონა, იმის მიუხედავად, რომ ცოტა წვიმდა და არ იყო მაინც და მაინც კაი ამინდი, მაინც ძალიან მომეწონა. ბუნება რა თქმა უნდა ულამაზესი იყო, თან რაღაცნაირად ეს წვიმიანი ამინდი უხდებოდა რა აქაურობას. ნუ ქანდაკებები მთლად რეალისტური არ იყო, ეხა ხასიათით მაინც არ ჩანდა მუსიკოსების, მაგრამ მაინც ძალიან სასიამოვნო და სახალისო სანახავი იყო. განსაკუთრებით მომეწონა ხეში ამოჭრილი ეს ფორმები, დეკორაციები. აი ეს მივამსგავსე თორნიკეს და მე რეთორნიკემ სამაგიეროდ შენ ამას გავხარო. მგონი მართალია, მაგრამ ამ დათვს უფრო უგავარ ჩემი აზრით. ძალიან მინდოდა ამ სახლში შესვლა, მაგრამ სამწუხაროდ გადაკეტილი იყო გზა და ძალიან დამწყდა გული და მაქსიმალურად ვეცადე ესე შემეჭრიდა კამერით. მოკლედ ძალიან სასიამოვნოდ გავისეირნეთ, ძალიან მომეწონა პარკის დეკორის დეტალები, განსაკუთრებით ძალიან საინტერესო ფორმების სკამები. მე ვიპოვეთ საინტერესო ადგილი უკულელეზე ქავერის ჩასაწერად და შევუდექით საქმეს, თორნიკე იყო შესანიშნავი ოპერატორი. ვცურდები. აი ეს დღეს ბრუნდებით თბილისში, ჩემი ძალიან ბევრი მცდელობის მიუხედავად დამერწმუნებინა თორნიკე, რომ დღეს არა ხვალ წავიდეთ. არა, გვიწევს წასვლა, იმიტომ რომ საქმეები გვაქვს. რა არის რა ეს ცხოვრება, უნდა იბუშაო, ფული იჟო. გადასახადები გადაიღო, მაგრამ მე უბრალოდ მინდა გურიაში ვიყო და ვხატო და ბოსტანი მქონდეს, ყვავილები მქონდეს, მანდარინები და ლიმონები ვჭამო. რაღა დაგიმალოთ და წამოსვლისას ვიტირე, იმიტომ რომ ძალიან შემიყვარდა ეს ადგილი და კიდე მინდა მალე მინდა ჩავიდე. გზაში გავიარეთ ქობულეთში, კიდევ ერთხელ ჩავისუნთქეთ ზღვის ჰაერი და წამოვედით თბილისში. ახლა კი ერთი სული მაქვს ისევ დავბრუნდეს სოფელში და ისევ მოვიდეს ის ნანატრი დღე, როდესაც თორნიკე მეტყვის, ანა ჩაბარგდი ნატანებში მივდივართო. გზაში რა თქმა უნდა კონცერტიც გავმართე და ისევ YouTube-ის საავტორო უფლებების პოლიტიკის გამო ხმას ვთიშავ და თქვენ გამოიცანით რომელ სიმღერას უმღერი. სპოილერი საკმაოდ ცნობილი სიმღერაა. ვიდეოს დალაიქება, ჩემი გამოწერა და თქვენი აზრის კომენტარში გაზიარება არ დაგავიწყდეთ. ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვინც ვიდეოს უყურა, განსაკუთრებით იმათ, ვინც მთლიანად და ბოლომდე უყურა. ჯიგრები ხართ. აბა დროებით. გაკოცეთ.